ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში. ვინც გეუბნებათ, რომ არავინ გელოდებათ ევროკავშირში, ტყუის. ეს იყო მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, რაც ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა და რასაც მისი ევროპელი კოლეგებიც ერთხმად დაეთანხმდნენ. ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების ინტერპარტიული დელეგაცია შეხვედრებს თბილისში დილიდან მართავს. მთავარი განცხადებები მათგან პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად აღიარებენ. რეალობა აშკარა და დაუფარავია. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ცხადია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა პრორუსული და ანტიდასავლურია. ამიტომ მათი უპირობო მხარდაჭერა მხოლოდ ქართველი ხალხის მხარესა, რომელიც ევროპული პერსპექტივის დასაცავად ქუჩებში იბრძვის. ის რაც ხდება, გასული წლების განმავლობაში მართველი პარტიის ქცევა, როცა მეტნაკლებად სამართლიან არჩევნებში აირჩიეს. და ახლა ეს რეჟიმი ცდილობს ამის გაგრძელებას ძალადობის გამოყენებით. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. ნიღბები მოხსნილია. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი მართველი პარტიისგან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მის ჩართულობასთან დაკავშირებით. ასე რომ ყველაფერი ხალხის ხელშია, რისთვისაც იბრძვიან და რა თქმა უნდა, ამიტომაც ვართ აქ მათ მხარეს, ვინც იმავე ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ. თუ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც კონსტიტუციით დადგენილ დემოკრატიულ სტანდარტებს ძირს უთხრიან, მაშინ არსებობს სხვადასხვა გზები, რათა ამის შესახებ ჩვენი პროტესტი გამოვხადოთ. მაგრამ ჩვენი გზავნილი ნათელია. ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არა კრემლის ან მთავრობის ცალკეული წევრების. ქართველმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა განსაზღვროს და ჩვენ ვხედავთ, თუ რა სურთ მათ, სანქციები უკანასკნელი საშუალებაა. თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება. როგორ უნდა გადავიდეს ევროპა სიტყვიდან საქმეზე, ევროპარლამენტარები ახსენებენ რეზოლუციას, რომელსაც თვითონ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს მხარი და რომელიც მოითხოვს სანქციებს ივანიშვილისა და მისი რეჟიმის ლიდერებისთვის. ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია სანქციების დაწესებისკენ ევროპულ გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებსაც უბიძგონ. ევროპარლამენტის რეზოლუცია არალეგიტიმურად მიიჩნევს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ასევე შეიცავს მოწოდებას, რომ გადაიხედოს რამდენად აკმაყოფილებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს, ანტიდემოკრატიული კანონებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფონზე. ჩვენ როგორც ევროპარლამენტი მხარს უჭერთ მიზნობრივ სანქციებს. საჭიროა ზეწოლა მოვახდინოთ ევროკავშირზე ან წევრ ქვეყნებზე, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები. ჩვენი მთავარი გზავნილია. ჩვენ ვართ თქვენთან, ვართ აქ და ვხედავთ თქვენს იმამაცეს. სიტყვებიდან უნდა გადავიდეთ მოქმედებებზე. პარლამენტი цаრიელია. იქ არ არის ოპოზიცია, არ არის პლურალიზმი. არ ბევენ თავისუფალ საზოგადოებას. ვითარების დასტაბილურების ერთადერთი გზა არის ახალი სტარტი. უფლებების დარღვევაზე ევროპელმა დეპუტატებმა ისაუბრეს სახალხო დამცველთან შეხვედრაზეც. კონკრეტული დეტალები კი თავდასხმების შესახებ მათ მედიის წარმომადგენლებისგან მოისმინეს. ჟურნალისტებმა და მედია მენეჯერებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ესაუბრათ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან მძიმე გამოწვევებზე, რაც მედიის წინაშე დგას. ფინანსური სირთულეებისა და იმის ჩათვლით, რომ ჟურნალისტები საპროტესტო აქციებზე ფიზიკური თავდასხმების პირდაპირი სამიზნეები ხდებიან. ისე როგორც არასდროს არ ყოფილა ესე საშიში, რომ ვიყოთ ჟურნალისტები და ხა მომგოდი რომ ჩვენთან ნიუსრუმში ეგეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პრესიატივს მაგათად არ ვატარებთ, ხოლმე ბეიჯოს ვატარებთ, რომ კი გქონდეს ესეთი გარეგნულად შესაძლებელი ჟურნალისტები ვართ, მაგრამ ძალიანაც არ ჩანდეს, იმიტომ რომ პოლიცია იქნება თუ ტიტუშკები თუ დე-ფაქტო პოლიცია, ანუ ძალიან მიზანში ვყავართ ამოღებული, აშკარად აღიზიანებთ, რომ ვიღებთ ამ უფლებადარღვევას, რაც ქუჩაში ხდება. ფაქტურად არც ერთ კრიტიკულ მედიას არ აქვს 7 პერიოდი, ჩვენ ხედავთ მთავარში მიმდინარე პროცესებს და ცხადია ფორმულა გულშემატკივრობს ჩვენს კოლეგებს. პრობლემები აქვს ტელეკომპანია ფორმულასაც, არ არის დაფარული, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნა ტელეკომპანიას და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტნიორებისგან აი ამ მძიმე პერიოდში მივიღოთ გარკვეული დახმარება. ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად არ დარჩა კრიტიკული მედია, რომლის წარმომადგენელიც არ იქნა ან ნაცემი ან კიდევ უფრო უარესად ძიმედ ანგარიშწორებული. შესაბამისად დღეს არის მედია ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოლიგარქის რეჟიმის.
მსგავსი გზავნილები მოისმინეს ევროპარლამენტარებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ასევე არიან ქართული ოცნების რეჟიმის სამიზნეები. შეხვედრაზე იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს და გამოავლინეს მთელი რიგი დარღვევები. ახლა კი აკვირდებიან და აღრიცხავენ რეჟიმის ძალადობას ქუჩებში მოქალაქეების წინააღმდეგ. აქციები და დემონსტრატების უკანონო დაკავება, მათი ფიზიკური ანგარიშწორება, ის რასაც ვხედავთ ქუჩაში ადამიანების გატაცება და მათ შორის სახლში მისვლა, ერთ-ერთი მთავარი თემა ეს იყო და მეორე, რა თქმა უნდა, ეს იყო არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც მათ ისედაც ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ დამატებით ვისაუბრეთ ყველა იმ ფაქტზე, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. როგორი სახის დაზიანებები აქვთ ადამიანებს, როგორ სასტიკად უსწორდებიან მათ ხელისუფლების მიერ მართული როგორც ფორმიანი, ისე უფორმო მოძალადეები, მათ იციან ამის შესახებ და ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან შესაბამის რეაგირებას. ივანიშვილის რეჟიმის ძალადობრივ პოლიტიკაზე და იმაზე, რომ არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას, ინფორმაცია ევროპელ კოლეგებს მიაწოდეს ოპოზიციის წევრებმაც. მათთან შეხვედრით დაიწყეს მუშაობა დილიდან დელეგაციის წევრებმა. ის რეპრესიები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, არის დასტური იმის, რომ ივანიშვილი საერთოდ არ იცნობს ქართულ ხალხს. ეს ადამიანები რჩებიან ერთგული ჩვენი ხალხის და ამიტომ ეს კრიტიკული შეფასება არის ობიექტური და ის ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. ეს არის ხალხი, რომელსაც უკიდურესად სწორად ესმით ვითარება. ისინი განიცდიან ყველა მოქალაქის დაპატიმრებას, უკანონო დაპატიმრებას, ცემას, აბსოლუტურად დეტალურად იცოდნენ ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. სრული მხარდაჭერა აქვს ტელევიზიებს, ჟურნალისტებს. არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია ევროკავშირი ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ესეთი შეიძლება იყოს, მათ შორის კონკრეტული ადამიანებისთვის ვიზების შეზღუდვა, მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ვიდრე დაგეგმილ შეხვედრებს დაიწყებდნენ, ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრდნენ. პაվել ჰერჩინსკი იმეორებს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და ევროკავშირი აქტიურად მსჯელობს, რა ზომებს გამოიყენებს საქართველოსთან მიმართებით. მათ შორის ლაპარაკია სანქციებსა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გარკვეული პირებისთვის. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გარკვეული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის და პირველ რიგში კი სანქციები. სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთულია, რადგან ერთსულოვნებას მოითხოვს. კიდევ ერთხელ, მოლაპარაკებები 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს და იმედი მაქვს, წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან დაასანქცირონ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. იქნება თუ არა კონკრეტული ზომები საქართველოსთან მიმართებით, ცნობილი გახდება ორშაბათს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. კვირის ბოლოს კი განხილვა ევროპული საბჭოს ქვეყნების ლიდერების დონეზე გაიმართება.